ეს ვიდეო ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს სახელმწიფო სამსახურებში, დადიან დაბურული მინებით, დადიან პიკაპებით და ასე შემდეგ. მინდა რომ რჩევა მოგცეთ და თან, რა ვიცი, რიტორიკული კითხვა დაგისვათ. მე ძალიან ხშირად დავდივარ ავტობანზე ჩემი ორი საცხოვრებლის გამო და ხშირად მოხდება ეს ფაქტი და მინდა რომ რა ვიცი, ვისაც გეხებათ, გაითვალისწინოთ და ვისაც ასევე გეხებათ, მიუთითოთ, რომ ასე სიგიჟეებს მშვებია. ეს ავტობანი არ გეკუთვნით მხოლოდ თქვენ. ეს ავტობანი ეკუთვნის ამ ქვეყნის მოსახლეობას და ეს ამ ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს ამ ავტობანით. ამიტომ, როდესაც სადღაც მიდიხართ და როდესაც ადამიანი აკეთებს გასწრებას ჩქარზოლში და გვერდით მარჯვენა მხარეს ყავს მანქანა და თქვენ მიადგებით ეს ტრაქში და ისტერიულად უნთებთ ფარებს, ანუ ეს 1 და 2 კი არ არის, ეს არის რატომღაც გადაწყვეტეს, ეს ბოლო წლებია, რომ ანუ თქვენს გარდა საქმე არავის არ აქვს ამ ქვეყანაში და მარტო თქვენ გეჩქარებათ სადღაც და ქმნით საავარიო სიტუაციებს, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად იბნევიან, იმიტომ რომ მიადგებით რაღაცნაირი მანქანებით, არც სპეციალური სინათლეები გიყენიათ, არაფერი, უბრალოდ მიადგებით და უნთებთ ისტერიულად და არაცდით რომ გაასწროს მეორე მანქანას. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ზოგი ახალი მძღოლია, ზოგი იბნევა და შეიძლება მარჯვნივ მდგომი მანქანას ჩაუჭრას და მანქანები აქ მიდიან 90, 100, 100 კმ/სთ და თქვენ მიდიხართ სადღაც, არ ვიცი, სად გეჩქარებათ ასე წვირპირისპირებით სად დადიხართ, არ ვიცი და ყოველთვის რა ხდება ისეთი სიტუაცია, რომ ფეხებზე კიდიათ, ანუ თქვენია და გეუბნებით, რომ ეს გზა არ არის თქვენი, ეს გზა არის ყველასი. გავიგე მოდის სასწრაფო, გავიგე მოდის სპეცმანქანა, გავიგე მოდის რაღაც, მაგრამ იმისთვისაც არის წესი, რომ ადამიანი როდესაც ასწრებს მეორე ადამიანს, ან ერთი მანქანა მეორეს, უნდა დააცადო ეს დედანაკაჭი, რომ გაასწროს. და არ არის აუცილებელი, სანამ დაამთავრებს გასწრებას, რომ ესე ჩხარა წვირპინის მტრევით უტოთ ფარები. ბევრს შეგიმჩნევია, დარწმუნებული ვარ და ბევრი კიდევ შეამჩნევთ. ამიტომ დამშვიდდით, დაწყნარდით და ყველა თქვენ უფლება მოვალეობა შეასრულეთ. ეს ქვეყანა ნუ ამოვიდეთ ლაჯებში მართლა. ბიჭო, რატომღაც ეს შეიქმნა ეს სიტუაცია, რომ მოდიან, უნდა გადაიჩეხო სადღაც რა, უნდა დაიმალო რა, ეგენი არიან მარტო და არა ხართ მარტო თქვენ. ეხლაც ანუ მოდივარ სოფლიდან თბილისში და ორი შემთხვევა იყო, ერთი თეთრი პიკაპი იყო, რომ არ მაცდის, ბიჭო, ვასწრებ, ხედავ და 100-ით მივდივარ და გვერდზე მანქანა მიდის ცოტა ნელა და რაღაც დრო ხომ ჭირდება რომ გავასწრო, რატომ ავალდებულებ, რომ გადავაჭარბო და წვირპირი დავიმტრიო, ხო? ხედავ, ვასწრებ, ხედავ, ესე არ მივდივარ გვერდ და გზას არ გიკეტავ, ხო? არ გაცდის, აი ტვინს ჭამს რა. დავამთავრე და მეორე მანქანა საერთოდ რა ვიცი, არ ჩანს მანქანა და აი კიდან ათებს ფარებს, აი საიდან ტრაკიდან. მართლა გეუბნებ 1 კილომეტრი სიგიდან ანთებს ფარებს. რაღაცა შკოდა ვერცხლისფერი. თუ ესე გეჩქარება თადარიგი დაიჭირე ჩემისა თუ არა და მაცადე რა ვიცხოვრო რა. დიდი ბოდიში ჩემი ასეთი ემოციებისთვის. გაითვალისწინეთ, ვისაც გეხებათ, გაითვალისწინეთ რა და ვისაც გეხებათ კიდე მიუთითეთ რა. მართლა ნუ შეგვეცით ყველგან.